12 ოქტომბერს ავღანეთმა განაცხადა, რომ ღამის სასაზღვრო ოპერაციებში 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს, რაც მათი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების საპასუხოდ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია კიდევ 30 პირი. კვირის დასაწყისში ავღანეთის ხელისუფლებამ პაკისტანი დედაქალაქ ქაბულისა და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბაზრის დაბომბვაში დაადანაშაულა. პაკისტანმა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. თალიბანის პრეს-სპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანეთის ძალებმა პაკისტანის არმიის 25 პოსტი დაიკავეს. 58 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაახლოებით 30 დაიჭრა. ჩვენი 9 მოჯაჰედიდან 9-ვე დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 18 მოჯაჰედმა თავი მოიკლა. მოგვიანებით საუდის არაბეთისა და კატარის მოთხოვნით ჩვენ შევწყვიტეთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით პაკისტანმა კვლავ გაუხსნა ცეცხლი ავღანეთის პოსტებს და ბრძოლა განახლდა. პაკისტანური მხარე კი ავღანეთის იმ 19 სასაზღვრო პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება, საიდანაც პაკისტანზე თავდასხმები ხორციელდებოდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ავღანელი თალიბები მოკლეს, დანარჩენებმა კი თავს გაქცევით უშველეს. ამ წუთის მონაცემებით ორ ქვეყანას შორის არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტები თორხამისა და ჩამანის სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაკეტილია. ავღანეთსა და პაკისტანს ერთმანეთთან 2600 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ, რომელიც ცნობილია როგორც დურანდის ხაზი, თუმცა ავღანეთი ამ საზღვარს დღემდე არ ცნობს და არ აღიარებს. ავღანეთის სასაზღვრო ზოლთან ახლოს დაბომბები მიმდინარეობს. აქ ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხი გაჭირვებაშია. ქალები და ბავშვები საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე არიან. ჩვენი თხოვნაა როგორც პაკისტანის, ასევე ავღანეთის მიმართ შეწყვიტონ ბრძოლა და გახსნან საზღვარი, რათა ხალხმა შეძლოს საკუთარ სახლებში დაბრუნება. ამ ბრძოლების გამო საზღვარი ჩაკეტილია და ხალხი იტანჯება. ჩვენ თორხამის საზღვართან ახლოს ვიყავით და ვნახეთ გასაჭირში მყოფი ბავშვები და ქალები. სატვირთო მანქანებში ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ფუჭდება. ათასობით მანქანაა გაჩერებული. ხალხი არ უნდა იტანჯებოდეს ამ დაძაბულობის გამო. ორივე მთავრობამ ეს პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაჭრას. ამ ორ მხარეს საზღვრის გასწვრივ წარსულშიც ჰქონდა შეტაკებები. შაბათს ღამით მომხდარი მძიმე თავდასხმები კი მათ შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.